ეს არის ახალი 12-ზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში დღის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილის მომავალი მთავრობა სრული შემადგენლობით არის ცნობილი დღესდღეობით მომავალმა პრემიერ-მინისტრმა 6 ვაკანტური მინისტრობის კანდიდატებიც წარადგინა ფინანსთა მინისტრის კანდიდატად წარდგენილი არის ნოდარ ხადური ის იყო თვეების განმავლობაში კოალიცია ქართული ოცნების ეკონომიკურ ჯგუფში დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჩააბარებენ დავით დარახველიძეს იყო ამბროლაურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის უკვე ყოფილი კანდიდატი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, თუმცა დროებით ამ სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება, რის შემდეგაც უკვე ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება. ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კი კახი კალაძე არის წარდგენილი, ეკონომიკის სამინისტროს გიორგი კვირიკაშვილს ჩააბარებენ, რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძე იქნება. კიდევ ერთი ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ამირან გამყრელიძის ნაცვლად დავით სერგიენკო ჩააბარებს, თავად ამირან გამყრელიძე კი იქნება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალეობა და ფინანსური რესურსების სწორად მართვა იქნება. გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე კი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ყველა გადაწყვეტილების საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად მიღება იქნება. ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი გახდება ძალიან გამჭვირვალე, თითეული თეთრი, რომელსაც გადასახადის გადამხდილი გადაიხდის, მიმართული იქნება ეფექტიან პროექტებზე და მათ შესახებ ინფორმაცია ეწოდინება საქართველოს მოსახლეობას. ამ წუთას შეიძლება ითქვას, რომ ყველა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი საქართველოს ბიუჯეტში არის. თავისთავად ცხადია, ეს არ არის 2 მილიარდი, როგორც წინა ხელისუფლება ამბობდა, დაახლოებით 9 მილიარდი ლარია ამჟამად მობილიზებული საქართველოს ბიუჯეტში და ეს თანხებიც იქნება მიმართული იმ პროექტებზე, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა. აუცილებელია რომ მოხდეს ესეთი კარგი მაკონტროლებელი ერთეულის სტრუქტურის შექმნა, თქვათ, როგორც სამინისტროში იყო ადრე ინსპექტორატი, რომელიც თავის დროზე განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარებულ რეფორმათაგან. რა თქმა უნდა, კონსულტაციების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ექსპერტების ჩართულობით, შესაბამისად გუნდთან შეთანხმებით, მოფიქრებული იყო ესეთი სტრუქტურა გარემოს დაცვის სამინისტროსი და შესაბამისად მე საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მისცემს საშუალებას სამინისტროს, რომ კარგად და ეფექტურად შეასრულოს